აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება, მანამდე კი მათ ლევან იოსელიანს სახალხო დამცველს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი შვილებისათვის ამ მედიკამენტების მიწოდება, მისი კომპეტენციის ფარგლებში რისი გაკეთებაც შეუძლია. მშობლები ითხოვენ, რომ აუცილებლად იყოს მაქსიმალური ჩართულობა სახალხო დამცველის აპარატის. თავად ლევან იოსელიანიც ადესტურებს, რომ როგორც შეკრება მანიფესტაციის თვალსაზრისით, ისე სხვა უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მოусმენს ნებისმიერ დროს მშობლებს და რაც შესაძლებელი იქნება სახალხო მაქსიმალურად იქნება გაკეთებული. ეს არის მისი პირობა, აგრეთვე დაადასტურა ისიც, რომ მისი აპარატის წარმომადგენლები პერიოდულად მიდიან კანცელარიასთან, ამოწმებენ იქ არსებულ მდგომარეობასა და სიტუაციას და აქედან გამომდინარე სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით ამბობს იმასაც, რომ აუცილებლად თუ კი რაიმე არის შესაძლებელი მისი მხრიდან, მათ შორის შეკრება მანიფესტაციების თვალსაზრისით აუცილებლად გაკეთდება ყველაფერი. ჩვენ შვილებს აქვთ სიცოცხლის უფლება და სახელმწიფო ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს სიცოცხლის დასაცავად. ჩვენ გვაქვს შეკრების უფლება და სახელმწიფომ არ უნდა ჩაერიოს და ხელი არ უნდა შეგუშალოს შეკრებაში. დღეს სახელმწიფო არ იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლის უფლებას და დღეს სახელმწიფო არ ღვევს ჩვენი როგორც მშობლების შეკრების და გამოხატვის უფლებას. ჩვენ ვესაუბრეთ სახალხო დამცველს ამ ყველაფერზე. მან თქვა, რომ ის საქმის კურსია, დაწყებული აქვს წარმოება, სწავლობს ამ საკითხებს და თავის დასკვნებსაც გამოაქვეყნებს. ლევან იოსელიანს დეტალურად მოვახსენეთ იმ დარღვევების შესახებ, რაც ამ პროცედურებში ამ პერიოდში განხორციელდა. ძირითადად საუბარი იყო, ბუნებრივია ჩვენ დავიწყეთ საუბარი მთავარი მოთხოვნიდან, რაც არის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ ამ პროცესში ვერ მივიღეთ სათანადო პირობები და არასათანადო პირობებში გვიწევს იქ ყოფნა. შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ სრულყოფილად მტკიცებულებთან ერთად მივაწვით სახალხო დამცველს ინფორმაციას და ისინი მოახდენენ მყისიერ რეაგირებას თითოეულ ინფორმაციაზე და იმ დარღვევებზე, რაც ხდება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების პროცესში, ამ უფლებების დარღვევაზე, რაც არის ძირითადი ფუნდამენტური უფლებები. დღესაც მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გამოხატვის ნაწილში დაცული იყოს მათი გამოხატვის სტანდარტი და მიეცეთ საშუალება, რომ გამოხატონ იმ დაგვარად, როგორც ისინი თვლიან საჭიროდ და იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რაც საქართველოში არსებობს. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას, ასევე შევთავაზე ჩემი რესურსის ფარგლებში, ხელი შეუწყო მათ და შესაბამის უწყებებთან ურთიერთობას, მედიაციის პროცესს, რომ საბოლოო ჯამში პროცესი გადაწყდეს. ეს პროცესი დასრულდეს იმ დაგვარად, სადაც ერთის მხრივ მშობლები, მეორეს მხრივ სახელმწიფო და მესამე მხრივ ბავშვები იქნებიან ამ შედეგით კმაყოფილი.